მე ნათია ვარ ჯამთელი ჯანსაღი აღდგენილი მარადიული სული აბნულავი და გაურებს სავსემი ვუბრძანებ ყველას ჩემზე სკანიროვანიება კაპიროვანიებას მით უმეტეს მინუს პოლუსოვანებს და აგრესოლოგებს და უკრძალავ ყველას ნამინა ნეგატივობასა და დისტრუქტივობას დაჯარიმდებიან ეხლა ადამიანი რისაგან შედგება? ადამიანი შედგება სისხლით და წყალით. სისხლში რა არის? დნკ. დნკ რა არის? ეს ვიცით, ხო? თავდაყოლილი ჩვენი, რა ქვია, არის სულიერი დნკ, რნკ და არის ბიოსისტემური დნკ, რნკ და ეს შედგება პროგრამებისაგან. არის რადავოი პროგრამები, არის რა ქვია, სულიერი პროგრამები. ახლა ამ ფორმულებისაგან შედგება, ხო? ეს არის მატრიცა, რომელიც შედგება ციფრებისაგან. ახლა ფორმულები, მატრიცები, ახლა უყურე რა ხდება აქ სიტყვა რა არის? სიტყვა მუსიკა რისაგან შედგება სიტყვა მუსიკა, თითოეული ბგერა სიტყვა მუსიკა იშიფრება როგორც ფორმულები, ციფრები და დორემიფასოლასები, ანუ გიტარის ჟღერადობა სხვა არის, რა ქვია, პიანინოს ჟღერადობა სხვა არის, სკრიპკას სხვა არის, გარმონის სხვა არის, მაგრამ თითოეულ რა ქვია, სიტყვას, თითოეულ ჟღერადობას, თითოეულ ვიბრაციას, რასაც ეძახიან, აქვს თავისი, ასე ვთქვათ, მატრიცული დონე და ასე ვთქვათ, ჟღერადობის დონე, ტრანსლაციის დონე და ვიბრაცია და იერარქია, ანუ ერთ დონეზე, როდესაც უსმენს ადამიანი ერთი დონის მუსიკას, დგება იმ დონის მუსიკის ვიბრაციაზე, როდესაც უსმენს ადამიანი მაგალითად მეორე მუსიკას, დგება იმ მეორე ვიბრაციაზე, როდესაც უსმენს ერთ ადამიანს, უყურე ახლა ხალხში რა ხდება. ხალხში რო არ გავიდეს ადამიანი და სახლში იჯდეს და ტელევიზორს უყუროს, ხო, მაგალითად, ხო, ერთ ადამიანს დაელაპარაკება გარეთ ერთი ადამიანის ვიბრაციაზე დგება, იმიტომ რომ ის ადამიანი იმ ვიბრაციაზეა, ეს ადამიანი ამ ვიბრაციაზეა, ლაპარაკობენ, ხო, მე ადამიანი, როდესაც გადის, შორდებიან ერთმანეთს, ეს ვიბრაციები ირღვევა, ბალანსირდება თითოეული ადამიანის ვიბრაციები. თუ ადამიანი სხვა სიხშირეზეა, სხვა ვიბრაციებზეა, თუ მეორე ადამიანი რა სიხშირეზეცაა, იმ ვიბრაციებზე ბალანსირდება ვიბრაციები. სახლშიც რომ არის ადამიანი, ერთ იმას რა ქვია, ერთ ინტონაციის პროგრამას უყურებს, ერთ ტრიგერს უყურებს, კაი ფილმს უყურებს, მულტიკს უყურებს, თუ ტრიგერებსა და მკვლელობებს უყურებს, თუ რას უყურებს, იმის ვიბრაციებზე დგება, იმის ემოციებში შედის და იმას განიცდის, ხო, იმას ტრანსლაციებში შედის და განიცდის. ადამიანი არის, ასე ვთქვათ, პატარა ეკრანი, სენსორი, რასაც ქვია, ადამიანი არის პატარა სენსორი, სულიერი სენსორი. ეხლა უყურე მაგნიტური ველებისაგან შედგება ჩვენი ბიოველი ბიოსტრუქტურა, რასაც ეძახიან ეს ჩაკრებს. ბიოველსა და ბიოპოლს, მაგნიტური სტრუქტურა. დააჭირეთ ეხლა მაგალითად YouTube-ის ხელი, გადააწერეთ ეს დაალაიკე, ეს დაიმახსოვრებს, ხო, ამ დაალაიკებას. დაუსვი ანტილაიქსაც დაიმახსოვრებს, ხო? ეხლა უყურე კაი ფილმს უყურებ, კაი ფილმსაც დაიმახსოვრებს, ცუდ ფილმს უყურებ, ცუდ ფილმსაც დაიმახსოვრებს. საერთოდ ადამიანი ცუდი ფილმები საერთოდ მალე აიკრძალება, ეს ტყუილი მანქანების მტრევა და მკვლელობა და ვითომ სისხლისღვრები და ტრიგერები და რაღაცები, ესეთი ფილმები საერთოდ ძალიან მალე აიკრძალება, იმიტომ რომ ემოციურადაც კიდე, ფანტაზიურადაც კიდე, ტრიგერულადაც კიდე ადამიანმა კოსმოზაკონების კანონი არის, არ შეიძლება ემოციურადაც კიდე, ტრიგერულადაც კიდე წარმოიდგინოს ადამიანმა მკვლელობები და ხოცვა-ჟლეტები. არ შეიძლება, всё ესაც დანაშაულია, ტრიგერულადაც კიდე შედის ადამიანი ტრიგერულად რაღაცა ფანტაზიებში და იქ ან თამაშობს ინტერნეტს, ან კარტი წააგო, ან ის წააგო, კი, თამაშობს, ვითომებას თამაშს ვიძახი და მერე რა, მაგრამ ეს ადამიანის
ასე ვთქვათ, ბიოველ ბიოსისტემაში რჩება, მეხსიერებაში რჩება, სენსორებში რჩება, კომპიუტერულ სისტემაში რჩება ეს. დაიმახსოვრა ამ YouTube-ი მაგალითად. ან დაიმახსოვრა Facebook-მა მაგალითად. Facebook-ში ჩავწერე რაღაცა, დაიმახსოვრა Facebook-მა. ასეთი გონება რა არის, რასაც გონებაში ჩასძახებს ადამიანი, იმახსოვრებს. ხო? დაიმახსოვრა 2-ს მივუმატეთ 2, რომ 2-ია, 4-ია, ყველა ვიცით, ხო, 5 არ არის. ეხლა დამიმტკიცე რომ 2-ს მივუმატე 2, რომ 5-ია, აბა. ხო, იმიტომ რომ ეს დაიმახსოვრა, ესეთია სისტემა და სტრუქტურა. კომპიუტერი ხო Facebook-ში ჩაწერ რაღაცას იმახსოვრებს, კაის ჩაწერ, კაის იმახსოვრებს, ცუს ჩაწერ, ცუს იმახსოვრებს. ეხლა კაი ფილმს უყურებ, იმ ფილმის ხასიათზე დგები, ცუდ ფილმს უყურებ, კომედიას უყურებ, კომედიის ხასიათზე დგები, იქ წახვალ უჟასტიკებს უყურებ, უჟასტიკობის ხასიათზე დგები. კაი ადამიანს დაელაპარაკები, კაი ხასიათზე დგები. ეს კაპრიზი ადამიანს დაელაპარაკები, ისეთ ხასიათზე დგები, ხო? ანუ ადამიანი არის ესეთი სისტემა, ესეთი სტრუქტურა, რომ მერე კიდე ადამიანმა უნდა ისწავლოს თავის დაცვა და თავის გაწმენდა დისტრუქციული ინფოპაკეტებისაგან. აი მაგალითად არის YouTube-ში რაღაცა პროგრამა არ მოგწონს წავშლით ამ პროგრამას, ხო? კლინარიზაციას გავაკეთებთ. არის ანტივირუსები, ხო? დავუშვათ ტელეფონში არ მოგწონს რაღაცა დისტრუქციული პროგრამები, ან დავბლოკავ ამ წავშლი არ მინდა მაგალითად ნოუთბუქზე, ან YouTube-ში, ან Facebook-ში რაღაცა ამომიგდოს რაღაცა დისტრუქციული გადაცემები, ან დისტრუქციული რაღაცები, იმას წავშლი დავბლოკავ, არ მინდა მე ამ გადაცემას არ ვუყურებ. არ ვუყურებ, იმიტომ რომ არ მინდა არც რა ქვია დისტანციური ვეძახოთ კი არა და დავხარჯო ენერგიები ტყუილ რაღაცეებში, რაც არ არსებობს. რაც ვითომ მანქანა ეს მაგალითად უჟასტიკური ფილმები ავიღოთ, ვითომ მანქანა დაამტვრია და ვითომ გადაუაბგონა და ვითომ გადმოუაბგონა და ვითომ ააფეთქა და ვითომ დალეწა და აი ეს ადამიანის სენსორები ამით ზიანდება, როდესაც უყურებს ადამიანი, მე ეს არ ვიცოდი და მეც მიყურებია უჟასტიკური ფილმებისათვის, მაგრამ თურმე ადამიანის მთლიანი ეფირწელა, რასაც ეძახიან, ეფირწელა იღებს ამ, ასე ვთქვათ, გამოსახ პატარა ეკრანი, რასაც ქვია ჩვენი სენსორი, რასაც ქვია ეფირწელა, იღებს ამ გამოსახულებების, ასე ვთქვათ, სკანიროვანიებს აკეთებს თავის ტვინი გამოსახულებებს და მერე ხდება ამ რეალურად აღიქვავს ამას და ხდება, ასე ვთქვათ, ჩვენ ვიცით, რომ რეალური არ არის და გამოგონილია, მაგრამ ვუყურებ ამას, ხო, ეს არის რეალურად აღვიქვავ ამას და ხდება ამისი, ასე ვთქვათ, ემოციებში შესვლა. ემოციებში თუ არ შევიდეს ადამიანი და ნეიტრალურად უყუროს ამ საშინელებებს, მაინც ხდება რაღაცა დისტრუქციული ინფოპაკეტების ჩაწერა неосознано სენსორებში. Всё, აი მაგალითად ეხლა შევედი მე Facebook-ი რაღაცები დავათვალიერე, იქ მაინც გადავედი ერთი საიტიდან მეორეში. შევედი YouTube-ში, Google-ში შევედი, გადავედი ერთი საიტიდან მეორეში. Google-იც კიდე იმახსოვრებს, რა საიტში შევედი, რა საიტიდან გამოვედი, ეს მარტო კომპიუტერი. ადამიანი კომპიუტერზე ასჯერ მეტად, ასე ვთქვათ, ჩუსტვენი არსება. ადამიანი ქარს აგრძნობს, ელემენტარული ქარს აგრძნობს. აი კომპიუტერი ვერც სიცივეს ვერ აგრძნობს, ვერც იმას ვერ აგრძნობს, ვერც პროსტა ელექტრომაგნიტურ ველებზე, სხივებზე დამუშავებული სენსორებია, ხო? და აღიქვავენ ამ ციფრებს, შიფრებს, კოდებს, ზვუკებს, რა ქვია, ფოტოებს აღიქვავენ, როგორც, რა ქვია, ციფრულად შიფრავენ, მატრიცულად და აპროგრამებენ, ხო ამას. ეხლა მე რო აქ მაგალითად ჩემი სახეც დაიმახსოვრა, აღიქვა, ჩემი სახეც აღიქვა. ვიდეო კამერა. ადამიანს აქვს ტრეწიგლასი. თვალები პლუს ტრეწიგლასი და კომპიუტერზე და ტელეფონებზე ასჯერ მეტად
100-ჯერ მეტად ძლიერი სენსორული სისტემა. სენსორული მატრიცა არის ადამიანის სხეული. ამიტომ უნდა ვიცოდეთ ჩვენი სხეულის, ჩვენი პროგრამების, ასე ვთქვათ, დაცვა, გასუფთავება. რას ნიშნავს დაცვა, გასუფთავება? უნდა დაიცვას ადამიანმა თავისი პროგრამები გაწმინოს. მე არ მინდა ცუდი პროგრამები, ვიბირავი სიხარული, სიყვარული, მშვიდობა, ჯანმრთელობა. ზესისა ჩას ვარ რეალური. მიყვარს ბუნებდაბა, სუფთა ჰაერი, სუფთა წყალი და ვარ რეალური. არ მიყვარს ეს ტრიგერები. კი, მიყვარს მანქანა, ტელეფონი, მაგრამ ჩემი მანქანა, ტელეფონი მე მემსახურება როგორც, რა ქვია, როგორც ვიმხმარობ, ვიმსახურებ ამას, როგორც რეალური სასიკეთოდ გამოვიყენებ მე ამას. და არა დისტრუქციულ კონსტრუქციებს არ მოვალანდებ, რომ ვითომ ტელეფონი გატეხეს, ვითომ მანქანა დაამტვრეს და იმდენ მანქანების მტვრევასა და სროლებსა უყურებს ხალხი, რომ ეს იწერება ბიოველი ბიოპოლის სენსორებში და ადრე თუ გვია ადამიანს ან ტელეფონი გაუტყდება, ან კიდე ავარია მოუვა. ეშმაკებისა და ბესების გარეშე. ეშმაკები და ბესები რა, ტრიგერები არის ესენი ადამიანის ფსიქიკიდან, ძალადობიდან, დისტრუქციული ინფოპაკეტებიდან გამოსული, რა ქვია, მაქციები. ენერგოვამპირები, მაქციები. რომლებიც არიან მინუს პოლოსოვანები, იმათ პლუს პოლოსოვანობა არ გააჩნიათ, იმან არ იციან მშვიდობა რა არის, იმათ არის ხაოსი. იმათვის ხაოსი, ნგრევა, შიმშილობა, ეს არის იმათი რეპტილიური გამოხტომები. ეს ტრიგერები რო შეიქმნა, ეს არის ყველაფერი რეპტილიური გამოხტომები. ეს ბუნებაში მისაღები კანონები არ არის. კი, ადამიანმა ძალიან ბევრი შესწოდა ისტორიულად, ადამიანმა ძალიან რელიგიის გამო იბრძოლეს, მიწების გამო იბრძოლეს, იმის გამო იბრძოლეს, ქურდავენ, კლავენ ერთმანეთს, ხან ქალი გაიტაცეს, ხან მოკლეს, ხან ის ადამიანები ძალიან ბევრ წოდებს ვაკეთებთ, მაგრამ ეხლა რა ქვია, პოლიცია ვითომ ეხლა ლაითად, ვითომ კამერები დააყენეს ყველგან და ვითომ პოლიცია ლაითად, რა ქვია, აწესრიგებს სამყაროს, მაგრამ მანქანა რო დაგიმტვრევენ, თუ ფული არ აქვს ადამიანს, პოლიცია არ აზღაურებს ამ მანქანის სახლი რო გაგიქურდონ და მოგპარონ და გაყაჩაღონ, გცემონ, პოლიცია მას არ აზღაურებს, აღაურებს ამას. აი ლაითი კანონები არის, ადამიანი რჩება მერე დაზიანებული, ხო? მაინც დაზარალებული ადამიანი. არიან ესეთი მაგალითად ბოროტი ადამიანები, რომლებსაც ასე ვთქვათ, სიბოროტით აქვთ, ბლოკებით აქვთ, კარმებით აქვთ, სული გამოტენილი, აღარ იციან ვის საქმეში წვერი ჩაყონ, ვის რაზე იჭორონ, ვის რა გაჭორონ, ქალებიც, ახალგაზრდებიც. ახალგაზრდა გოგოე არის მაგალითად, რომელიც ჩემზე ჭორავს, არ ვიცი რას მჭორავს და რატომ მჭორავს, მაგრამ ივაჭრა, არ ივაჭრა, ისა ესა და აი გავყიდი, არ გავყიდე ტანსაცმელებსა და ხილბოსტევ ვაშლსა და მწვალილებს რო ყიდი ხოლმე ქუჩაში, გაყიდა, არ გაყიდა, ივაჭრა, არ ივაჭრა. სასაცილო რაღაც ეხლა ვფიქრობ ეს იმ ადამიანზე, იმ გოგოზე, მე ვარ 20 წლით უფროსი. და ვფიქრობ ეხლა არ ვიცი ეს დამცინის, რას დამცინის. ჩემთან არაფერი არ უყიდი, არაფერი არ მოუტანი, არაფერი არ წაუღი, არაფერში არ დამხმარებია, გამარჯვებასაც არ მეუნება წესივრად და ჩემ დანახვაზე რომ შევდივარ შაურმებში ყავის დასალევად, რაღაცა ვაჭრა, გაყიდა, ივაჭრა და რაღაცებსა ჭორაობენ თავიანთ თანამშრომლები, პერსონალი შიგნიდან. ნუ არიან ესეთი ბოროტი ადამიანები, ტვინი თავამტყოფი ერთუჯრედიანი, ეხლა ვერ გამიგია იმათ ჩემგან რა უნდათ, რას მკბენენ, ვერ გამიგია. ჩემგან არაფერი არ უყიდიათ, არაფერი არ წავი, იმათ ვალი მე არა მაქვს. გამარჯვებას წესვირად არ ვეუბნები, შევდივარ ყავას ვიღებ, გამოვდივარ კოლას ვიღებ, გამოსწრო. ისაცხელა მე იმათი მაიმუნო ჭორაობისათვის, მაგრამ ეს ხო ეს დისტრუქციული ინფოპაკეტი ხო ჩემს მისამართით არის, არა?
ხო 100 წელი მე ვერ შემეხებიან თავიანთ თავზე იჭერავ და თავიანთ თავზე ილაპარაკოს ყველამ თავისი დისტრუქციული რაღაცები მე რაში მჭირდება იმათი დისტრუქციული ინფოპაკეტები მაგრამ სიტყვაზე არიან ესეთი ბოროტი ადამიანები აღარ იციან ვის რა წაართვან ვის რა მოპარონ ვირა დააყაჩაღონ და თან ცოდებსაც არ აღიარებენ არც ასწვენიათ აი მაგალითად მე შეიძლება შემწყვეს რაღაცა ხო დავაშავე არის ადამიანი არასწვენია თავისი ცოდების მაგარი პიჭია შინაური მტრებიც ავიღოთ ჩემი შინაური მტრები გარეული მტრები რა ვიცი ეხლა ბოროტები არიან ეხლა იმას ვერ გაგეისა არის ისენ სენსორებში ჩამოყალიბებული რომ დაბლოკინ სენსორებში ჩამოყალიბებული დამძიმებული დაბლოკი მინუს პოლუსოვანი სუ ტრიგერებითა და სუ დისტრუქციული პროგრამებით სავსე რო თავიანთ ფანტაზიებში ისასცემეს ის მოკლეს ის დაიმტვრა ეს წაართვეს იმას მოპარეს ეს ეუქრეს ეს არის კარმები აი ეს არის დისტრუქციული პროგრამები ჯადოები ეს არის და ეს არის სამანავი ძონიე ბლოკებით დამძიმებული სული ეს ბლოკები რომ მოიშოროს ადამიანმა უნდა იცოდეს ადამიანმა თავის გაწმიდა ჯერ პროგრამულად უნდა განაცხადოს ადამიანმა პროგრამულად ვერც ვერავინ ვერაფერს წამართვებს ვერც ვერავინ ვერაფერს უც ვერ ეტყვის ჩემზე დაიბლოკებიან დაისჯებიან და ასე ვთქვათ გასრიალდებიან გალაქტიკის სუდებში გალაქტიკის პოლიციებში გალაქტიკის პოლიცია რა არის ვიში ანგელები კურატორების ვიში ეს ასდაწილების, ვიში ეს აზრანიების, ვიში არქიტექტორების, აი მარხონტებისა და ტრიგერუშკების გარეშე, ვიში საზნანიების სასამართლოებში, სუდებში გამოსასწორებლად და მე ამას რო განაცხადებს ადამიანი თავის ბიოპოლში ეს ინფოპაკეტები წავა ანგელოზები დაეხმარებიან კურატორები დაეხმარებიან ადამიანს ინფოპაკეტები გადავა ვიშიე კვანტოვის კაჩუკებით ვიშიე საზნანიებში ვიშიე ლინიებში ვიშიე временные ლინიებში და временные ლინიები რომ ასე ვთქვათ დრო დაუდროობა რომ ასე ვთქვათ დრო რომ არ არსებობს და ყველაფერი რომ ასე ვთქვათ დაბალანსირება უნდა და დასაბალანსირო временные ლინიების დაბალანსირება რომ უნდა და ბალანსიროვნად გარმონიზაციულად მუშაობა რომ უნდა ეს ყველამ ვიცით, ანუ უნდა დავაბალანსირავოთ ეს временные ლინიებიც, მაგალითად როგორ დავაბალანსირავოთ временные ლინიები. ეს კურატორები დაეხმარებიან ადამიანს და ეს ყველაფერი ვიში სვეტრი ესინები ანგელოზები და სვეტრი ასე ვთქვათ ცივილიზაციები რა ქვია მიხედავენ მაგალითად ჩემს ტრებს და ეტყვიან იმის საზნანიას იმის ჩისტოტას იმის სურს ეტყვიან აღარ გაიკარო მაგალითად ნათიას რა გინა ნათიასაგან რა საქმე ნათიას ხო აი ესე всё ეს გავიგეთ რა არის ვიში ესვეტრი სუდები გავიგეთ რა არის გალაქტიკის ფედერაცია გავიგეთ რა არის კვანტოვის კაჩუტებებით გადაფოსტავდება ინფორმაცია временные ლინიებით ვიში ესვეტრი временные ლინიებით ვიში ესვეტრი კურატორებში ვიში ესვეტრი საზრარებში ტრიგერებისა და პარალელი ტრიგერებისა და მირმეჯმედია ტრიგერებისა და ტივ ტრიგერებისა და ინტერნეტ ტრიგერების რეპტილიური მანიპულატორობების გარეშე სოლნიჩნი ლუჩების და მიხედვით გადაფოსტავდებიან ვის სვეტლიე ასე ვთქვათ განზომილებებში სვეტლიე მირებში და იქ გაირჩევა ასე ვთქვათ საქმე ჩემთვის სასარგებლოდ და კი არა ვწუწუნებ და კი არა წევრი არავის და 100 წელი რატო უნდა დავწყევლო ვიღაცა ისაც დისტრუქციული პროგრამა უბრალოდ დამიშავეს ადამიანებმა ერთხელ ორჯერ სამჯერ ოთხჯერ აღარ მინდა დამიშავო ვის მიმართავ ღმერთს ღმერთი ვინ არის ღმერთი არის ვიშიე სვეტრიე სილები ვიშიე სვეტრიე საზრანიები ანგელოზები всё. ვიშე სვეტრი იერარქიები. ეს პრეზიდენტი არ არის, ეს პარლამენტი არ არის, ეს არის ტრიგერები, ეგ არის
ასე ვთქვათ, ზიმნოი მაყურებლები, რომლებიც ქმნიან ზიმნოი წესრიგს, ასე თუ ისე ლაითად. ლაითად ეხლა მაგათი კანონები მე არ ვიცი. გამქურდეს, მომპარეს, მცემეს, მტყეპეს და რა ვიცი, ყველა კარგად არის და მე კიდე დაზარალებულად დარჩა. ხო, ეხლა მაგათი კანონები არ ვიცი. ხელფასი დაბალია, დოლარი გაზრდილია, ეხლა უკაცრავად, მაგრამ სიმართლესა ვლაპარაკობ. ხალხი გარეთ რო არ გავიდეს სახშეზეს, ციხეშია გამუკეტილი, გარეთ გავა მაინც ციხეშია გამუკეტილი. სახში არის ტელევიზორში წუწუნებენ, გარეთ გავა ხალხი წუწუნებს. არ მინდა ახლა ბევრი ლაპარაკი ამაზე, მაგრამ დავანებოთ ამასთან და დისტრუქციული პროგრამების მოშორება. ეხლა რას ვლაპარაკობდი, რომ რაღაცას ვლაპარაკობდი და ამავიწყდა. და როგორ მოვიშოროთ ეს დისტრუქციული პროგრამები. ხო, აი, წაიშალოს ერთი პროგრამა, წაიშალოს მეორე პროგრამა, წაიშალოს მესამე პროგრამა დისტრუქციული პროგრამები და ამას ჩაენაცვლოს მაგალითად აი უფულობის პროგრამება წაიშალოს. მადლობა რაც ფული მაქვს, 1 ლარი მაქვს, 2 ლარი მაქვს, 3 ლარი მაქვს, თუ 10 ლარი მაქვს. ხვალზე უკეთესი მექნება დღეს, უკეთესი მექნება 10 ლარი გაიზარდოს, 100 ლარად გაიზარდოს და ჩერez ლარი, ძლონი კაკნედი ესტუეთ ლარის ეგრეგერები, საგან ატკლუჩაიუს. ლარის ეგრეგერებისაგან ატკლუჩაიუს. დოლარის ეგრეგერებისაგან ატკლუჩაიუს, ლირის ეგრეგერებისაგან ატკლუჩაიუს, ტრიგერები ზაკრივაეცა, პარტალები, ტრიგერების პარტალები, ენერგოინფორმაციული კანალებზე სტანოვიცა ზალატე ულტრაფიოლეტოვი ფილტრები. ეს ყველაფერი უნდა წარმოიდგინოს ადამიანმა. რაღაცას ვლაპარაკობდი და ასე ვთქვათ გავითიშე. так. ხო, და ადამიანმა არის, ასე ვთქვათ, სენსორებისაგან შედგება, ხო? ეხლა ერთი ადამიანი გაივლის გაბოროტებულია, მეორე ადამიანი გაივლის გაბოროტებულია. ტელევიზორს ჩავთავ, არ მომეწონა ის ფილმი, ეს ტელევიზორი ვაფშე, რა ქვია, არც ჩუსტვა აქვს, არც ის აქვს, პროსტა, რა ქვია, ელექტრომაგნიტური რაღაცებით, პაკეტებით გადმოსცემს ინფორმაციას, ხო? ადამიანებს ჩუსტვა მაინც აქვს. ცოცხალი ადამიანები, ცოცხალი ტრიგერები არიან, რა მნიშვნელობა აქვს იმ ადამიანს თავისი ტრიგერები აქვს. ადამიანის საზოგადოებას რომ მოშორდება მაგალითად, ხო, დავუშვათ ურავნები არის, ხო, ასე ჩისტოტების ურავნები. ერთი კაი ხასიათზეა, მეორე ცუდ ხასიათზეა, მესამე პლატაობის ხასიათზეა, მეოთხე ტირილის ხასიათზეა, ხო, რაღაცა ჩისტოტების ურავნები აქვს, ხო, კაი ენერგიებსაც გძრობს ადამიანი, ცუდ ენერგიებსაც გძრობს, ხო, ადამიანი. ადამიანის ბიოსისტემა რისგან გასხვავდება, რომ ადამიანის ბიოსისტემა გრძნობს ჰაერს, ბოლს, ყროსვას, გემოაკ, ხო? ეხლა მომისმინე და ეს ყველაფერი იწერება. სიტყვასაც გძრობს ადამიანი. ჭორაობასაც გძრობს ადამიანი, თვალების პაჭურითაც გძრობს, თვალებითაც ლაპარაკობენ ადამიანები, ღიმითაც, მიმიკებითაც ლაპარაკობენ ადამიანები. აი შეხედე რამდენი სენსორები აქვს ადამიანს ელემენტარული. და ასე ვთქვათ, უნდა გაიწმინდოს ადამიანმა ეს თავისი სენსორები, ეს თავისი პროგრამები, დისტრუქციული პროგრამები უნდა მოიშოროს, ბლოკები, სამბლოკები უნდა მოიშოროს. თითოეულ ადამიანს მოეწონა ეს ადამიანი, არ მოეწონა ეს ადამიანი, უყვარს ეს ადამიანი, არ უყვარს ეს ადამიანი, მტერია ეს ადამიანი, ბოროტია ეს ადამიანი. რა ქვია, უნდა რომ დაახჩოს ეს ადამიანი, მაინც უნდა თავი შეიკავოს, დაწყლადეს. თქვას რომ მე ეს ამ ადამიანის მაგალითად რა ქვია, პატიობ და უნდა მომერიდოს ყველა და აყენოს უსტანოვკა, რომ ასე ვთქვათ, запрещаю всех на меня злолиха პროხავრიათ, всё, გადამიცემია ყველა, ასე ვთქვათ, სათითაო თითოეული ადამიანი, ნაცნობი, უცნობი, ხილული, უხილავი, ნაბლუდაწელი, გამვლელი, გამომვლელი, ვინაც კიდე გაიარა და გულში მომაფურთხა, გაიარა და გულში გამლანძღარიან, ეს ეგიჟებიც დადიან ქუჩაში, ხო? გადავცემ ყველას, ასე ვთქვათ, ვის შეესვეტრიე სილებს, ვის შეესვეტრიე სუდებს, ვიშე ღმერთს, ასე ვთქვათ, განსასჯელად, გამოსასწორებლად, რომ ეს ადამიანი გამოასწოროს, როგორ ეხა ღმერთმა შეიძლება ვერ გამოასწოროს, ეს ადამიანი დებილია, ბოტია, მაგრამ შეიძლება, რა ქვია, მომაშოროს,
და ანგელოზები და ღმერთი ისე გააკეთებს, რომ ამ დებილი და მაგალითად ჩემი მტრებისა და ჩემი ბრემენიე ლინიები აირევა ისე, რომ ისინი მე ვეღარ შემეხებიან. ვეღარ შემეხებიან всё. ვეღარ მომაყენებენ ზიანს. всё, ვერც სიტყვით, ვერც ისე, ვერც საქმით და ვერც ვერანაირად ვერ მომაყენებენ ზიანს. მომაყენებენ, იკადრებენ კიდე რაღაც, სულიერად დაიშჭებიან. ფიზიკურად თუ ვერ დავждით, იმიტომ რომ ლაითი კანონებია და ლაითი პროკურატურა და ლაითი სისტემებია და რაღაცა, ხო, ფიზიკურად თუ ვერ დავждით და ფიზიკურად თუ ვერ ვიყრით ჯავს, სულიერად დავждით, მაგრამ ამ დროს ადამიანმა ამ მტრებზე მაგალითად და დისტრუქციული პროგრამებზე და ტრიგერებზე არ უნდა იფიქროს. დაამტრიე, მიამტრიე, ესე უქენი, ისე ამაზე არ უნდა იფიქროს. და მიმიტებებია, ოპიტი გავიარე, გავიგე ვინც აყოფილა, რაც აყოფილა, всё პაკა დასვიდანია, თავისი ტურტყლები, ჯართები, დისტრუქციული პროგრამები, პრაკალატია, ზაკლატიებიანად გასრიალდით მომშორეთ ჩემგან შორს, ვის შესვეტრი სილების სახელითა და ძალებით. Запрещавня, меня злоრი ხა პროხავია, წაბნულა დაგავორეს პრივატსკებს, პრისოსკებს, ურთიერთობებს, ყველასთან ხილულთან, უხილავთან, ნაცნობთან, უცნობთან, შინაურ გარეულთან, სახელმწიფო თუ კერძო პირებთან, აბნულავ ეგრეგერებთან თუ ბოტებთან აბნულავ დაგავორებ სავსემი და ასე ვთქვათ, ხდება ასე ვთქვათ, რა ქვია, გრანიცების, ვიცავ ჩემს გრანიცებს, აპრეშავ ჩემს სახელზე, გვარზე, ჩემი ბიოველი, ჩემი დნკ, ჩემი იზობირიები, ჩემი ასე ვთქვათ მატერიალური თუ სულიერ ქონებაზე, მატერიალური თუ სულიერ სამყაროზე, ფსიქიკაზე, ნერვებზე, ასე ვთქვათ დაცინვითაც კიდე ზედმეტად შეხება запрещаю всех, запрещаю всех. ჯადონბაზურ შეხებასაც запрещаю всех. ბილწურ შეხებასაც запрещаю всех. შურიან შეხებასაც запрещаю всех. ხედავ რამდენი სენსორებია უკვე ჩაწერილი ადამიანის, რამდენი რაღაცებია, პროგრამებია, მატრიცული პროგრამებია უკვე ჩაწერილი ადამიანის ეფირწელაზე სენსორებზე. ამ პროგრამებს წაშრა უნდა, ემოციურ პროგრამებს უნდა წაშრა და გადამუშავება, როგორღაც უნდა მოხარშოს ადამიანმა სასიკეთოდ ჩემთვის. როგორ უნდა მოხარშოს ახლა ადამიანს შურს ჩემი და გძნობ რომ ადამიანს შურს ჩემი. დაიბლოკოს შურიანი ადამიანი, მიპატიებია იმისათვის თავისი შურები, ვუბრძანებ იმას რომ მომშორდეს, მომშორდეს ვის შეესვეტრიეს სილების, ვის შეესვეტრიეს სუდების, გალაქტიკური ფედერაციას და სახელითა და ძალებით. მიმინდია ეს საქმე ღმერთისათვის, ღმერთი რა ვის შეესვეტრიე საზნანია. всё. და ვიცავ ჩემს გრანიცებს, არავის გრანიცებს არ ვეხები, არავისი არ ამშულს, არავისი არ ავწყევი, არავის არა ასე ვთქვათ ვაყაჩაღებ, არავის არ ვავამპირებ და запрещавზე ვამპირებს და ნამინე ზლორი ხა პროხავლიანებს. ეხლა მოусმინო წეღან რაღაცა ვთქვი, დამავიწყდა რა ვთქვი, რაღაცა უნდა ამიხსნა. მოусმენ რა ვთქვი და იმ რაღაცასაც ავხსნი. ხო, ახლა როგორც ლაიკი მივეცი Facebook-ს, ლაიკი დაიმახსოვრა. არა ლაიკი მივეცი, არა ლაიკი დაიმახსოვრა. ადამიანმაც ესეთი უნდა იფიქროს თავის თავზე. იმას მოვწონა რა არ მოვწონა, მე ჩემთანს ვაძლე ლაიქს. 2 ლაიქს, 3 ლაიქს, 4 ლაიქს, 5 ლაიქს, იმან თავისი ანტილაიკები წაიღოს უკან. აი ეს ნოუთბუქში და Facebook-ში ლაიკი, ანტილაიკი გვაქვს. და ურთიერთობებში, ხო, ურთიერთობებში შეურაცხყოფა მომაყენო, თავის შეურაცხყოფა წაიღოს უკან. დამცინა თავის დაცინა წაიღოს უკან. გამქურდა, თავისი გაქურდვები წაიღოს უკან, თავისი თავი გაქურდოს და მე ვერ გამქურდას, ვერ შემეხება. თავისი თავი გაქურდოს, თავისი სული გაქურდოს, ჩემს სულს ვერ შეეხება, ჩემს რა ქვია, ბიომატერიალი მომპარა, ხო?
სიტყვიერად მისლენა ეს პროგრამა უნდა შევცვალოთ ეს არის времени ლინიების სცენარების შეცვლა ვერ მომპარა თავისი თავს მოპაროს ვერ გამქურდა თავის თავი გაქურდოს აი ეს არის სცენარების შეცვლა მე ამ ტრიგერებს რო უყურებს ადამიანი ვითომ მოკლეს ვითომ იმანის მოკლა ვითომ იმის როლში შევიდა ის იმის როლში შევიდა ის მანქანა გატეხა იმის მანქანა გატეხა ეს რაღაცებს არ უნდა უყუროს იმიტომ რომ ადამიანის ფსიქიკა ადამიანის სენსორები ადამიანის ზრენიები ტრეციგლაზი და საერთოდ ეფირწერები ამას ძალიან იმახსოვრებს ამას და აღიქვავს ამას როგორც ბრძანებას პროგრამას ისე აღიქვავს რომ ვითომ მანქანა უნდა გატყდეს ვითომ ვიღაცამ უნდა მოკლას ვითომ ვიღაცამ უნდა დააყაჩაღოს და ეს ხდება მერე რეალურად და ესეთი ფილმები ძალიან მალე აიკრძალება არ ვიცი ახლა 5 წელში 10 წელში არ ვიცი არც მაინტერესებს თუ გამოიღვიძებენ ადამიანები ძალიან მალე აიკრძალება და თუ ისე შტერები მარტო ფული და ტვინს ვერ გაანძრევენ მაშინ დარჩებიან ისევ თავიანთ ტრიგერებში და ტელევიზიის ტრიგერებში ინტერნეტის ტრიგერებში ვაჭრობის ტრიგერებში და რა ვიცი დარჩებიან ილუზიებში ხო აიცადე ეხლა მოусმენ იმას რაღაცა მინდოდა მეთქვა